ვისაც შავი მთვარე ყავს თვითონ შულტოსანში და დაბრუნება ეწყებათ ამ შავი მთვარის, აი აქ არის რამოდენიმე ტენდენცია. ან შეიძლება გააქტიურდეს ისევ უცხოეთის თემები, ან სწავლის თემები მაგალითად, ან ფსიქოლოგიურ დონეზე იყოს განცდა, რომ მე ისე ვეძებ რა გზა მინდა ავარჩიო, ან ზოგიერთი ლიტი მშულდოსნისთვის იყოს პირიქით ეხლა უკვე რომ ვიპოვე ჩემი გზა, ვიცი ჩემი ღერძი სად არის, როგორც იქნა დავინახე, ოღონდ რაღაც კატაკლიზმები უნდა გავიარო, რაღაც ცრუ ღირებულებების დამსხვრევა უნდა გავიარო, ზოგადად მშულდოსნებს ეს პრობლემა რა, ეს გზა აქვთ, რომ აი რაღაცა მასწავლიდნენ ბავშვობიდან ისე უნდა გავაკეთო და მერე მიწევს დანარჩენი ცხოვრება პოვნა, მართლა არის სიმჯერა, მართლა რა არის სწავლა, მართლა რამდენად შემიძლია მე რომ ჩემით რაღაც დავინახო ფართოდ და გადავწყვიტო, იმიტომ რომ ეს არის თავსმოხვეული ღირებულებები, რომელიც ჩვენი არ იყო. ეს არის ზოგადად ამას აწყდებიან შავი მთვარე მშულდოსნებში, ზოგი ამას აცნობიერებს, ზოგი ვერ აცნობიერებს, ან პირიქით მიდის ასევე აგრესიული ფორმით სხვებზე ზემოქმედება, ხო, ამ ღირებულებებით, რომ ან მე რაც მჯერა, ყველას ესე უნდა ჯეროდეს, ხო? ან მიდის თვითრეფლექსია, რომ მე მომახვიეს თავზე და ახლა მე უნდა ვიპოვო, რა მჯერა, რა მწამს, რა არის ჩემი ღირებულებათა სისტემა და ღირებულებები იმას კი არ ვამბობ ახლა, რომ იმას არ უნდა უღალატო, ამას არ უნდა ცუდად მოვექცე, ამ ღირებულებებზე არა მაქვს ლაპარაკი, გაცილებით ღრმა, ფართო სიღრმეზე არის აქ საუბარი, რომელიც შეიძლება ზოგისთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყოს ამის დანახვა, ხო, ანუ არ არის აქ ლილიძე ლაპარაკი ნებისმიერ ადამიანს. ღრმა და იმ მშულდოსნურ ენერგიაზე რო კითხავდი, და ვერ გაგცემენ პასუხს. ანუ აქ ჩვენ ისეთ რაღაცაზე ლაპარაკობთ, რომელიც ძალიან ისეთ სიღრმისეული ინტელექტი არის საჭირო, ხო, რომ დავინახოთ რა ღირებულებები მაქვს, ხო, ესე რო ვთქვათ, ხო? და ზოგიერთი ლიტი მშულდოსანი პირიქით ძალიან მკვეთრად გრძნობენ სხვაში, პროექცია არის ესეც, რომ რაღაც არასწორ ღირებულებებზე არის და ებრძოდნენ იმათ. ზემოდაში არაცნობიერად შეიძლება ჩემ ოჯახს ვებრძვიან, ჩემ გარემოცვას სანათესაო, სადაც ეს არასწორი ღირებულებები იყო და ეს სარკე არის ეს ხალხი ჩემთვის, რომ ეს დავინახო, ხო, სადღაც. აი ეს არაცნობიერი ტენდენციები ამოტივტივდება მათთვის უფრო მეტად, უფრო თვალსაჩინო შეიძლება გახდეს, ან პირიქით იყოს განცდა, რომ მე სადღაც რაღაცა დიდი მინდა ამ ცხოვრებაში გავაკეთო და ზოგს შეიძლება კითხვა ქონდეს, რომ ვარ ამ დიდის დამტევი ენერგეტიკულ დონეზე, მაინტერესებს მართლა ის დიდი თუ უბრალოდ ეგო არის აქ, რომ უბრალოდ მაგარი და დიდი მინდა ვიყო, თუ მართლა შემიძლია ამ დიდის დანახვა, მონელება და გაცნობიერება.